ნებისმიერი საკადრო ცვლილება, რომელიც ქვეყანაში ხორციელდება, არსებული ვითარების კიდევ უფრო გაუმჯობესებას ემსახურება. განუცხადა პარტია ქართული ოცნების აღმასრულებელმა მდივანმა, საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, ფრაქცია ქართული ოცნების თავმჯდომარემ მამუკა მდინარაძემ ჟურნალისტებს ბათუმში. მან აჭარის რეგიონში განხორციელებულ საკადრო ცვლილებებზე ისაუბრა. მისივე თქმით, საჭიროება რომ არ ყოფილიყო, საკადრო ცვლილებები არ განხორციელდებოდა. ჩვენ ბრძოლით არ უნდა დავიღალოთ. სიმშვიდე ყველას გვიხარია, ყველას მოგწონს. მაგრამ ქართველს ბრძოლა არ შეშლია არასდროს, აქ მაინდა-მაინც არ არის საუბარი ტყვედ ბრძოლაზე, ეს უნდა ავიშოროთ და ავირიდოთ სწორედ იმ ბრძოლით, რომელსაც ჩვენი სამშობლოსთვის ბრძოლა ქვია, მშვიდობისთვის, კეთილდღეობისთვის ბრძოლა ქვია და უნდა უზრუნველყოთ ყველამ ერთად ეს პათოსი იგრძნობოდა დღეს დარბაზში, რომ შვილებსაც გევასწავლოთ, რომ ჩვენს ქვეყანაში გადაწყვეტილებები უნდა მიიღებოდეს ჩვენი ხალხის მიერ არჩეული ხელისუფლების მიერ და ვეღარასდროს ვეღარ უნდა შეძლოს რომ გარედან მართოს ეს ქვეყანა. ეს არის მთავარი. ამის შემდეგ უკვე კეთილდღეობაც ამაზე დაფუძნებით უფრო მარტივად შეიძლება მიიღწეს, მშვიდობაც უფრო მარტივად შეიძლება მიიღწეს თუ ჩვენ სუვერენიტეტს დამოუკიდებლობას მოუთხილდებით და გასაკვირი არ არის რომ დამოუკიდებლობისთვის ბრძოლა არის მთავარი ბრძოლა. ეს ჩვენ უნდა შეძლოთ. მინდა წარმატებები უსურვო ასევე ბატონ სულხან თამაზაშვილს ამ ბრძოლაში მან უნდა ილიდეროს აჭარის რეგიონში და მან უნდა იზრუნოს აი ძალიან ჩვენთვის საამაყო ულამაზეს მხარეში რესპუბლიკაში რომ ყველაფერი იყოს იმდენად კარგად რომ მასაც პერსონალურად და ყველა აჭაროს კონდეს სიამაყის საფუძველი და ამაში ხარჯი უნდა დაუდგნენ ერთმანეთს და ეს ყველაფერი ერთად უნდა გააკეთონ. საკადრო ცვლილებებს აჭარაში რო გითხრათ ხო? პოლოლიკაშვილზე მინდა გითხოთ გადანაშაულეთ და რა სიტყვით ამასთან დაკავშირებით რომ უკადრებელი იკადრა და ჩვენი გადაწყვეტილება რომ იყოს სწორი მისივე სიტყვებიდან, მისივე პირველივე სიტყვებიდან გამოჩნდა. ეხლა ვინ იმსახურებს ამ სიტყვებს, რამდენიმე წამში შევერთები მოგახსენოთ. როცა აქეთ-იქით რეკავ და 1000 ახლობელს ცდილობ გამოძებნო ხვეწნი და მუდარით. შემთხვევით არ ვამბობ, ხვეწნით და მუდარით. დინარაძესთან, კობახიძესთან, კალაძეს და ასე შემდეგ აღარ გავაგრძელებ. და იხვეწები რომ იქნებ რამენაირად შევცვალოთ გადაწყვეტილება და ასე შემდეგ და როდესაც დარწმუნდები რომ ეს გადაწყვეტილება არ შეიცვლება, შემდეგ ასეთ რაღაცას კადრულობ მის პიროვნულ თვისებებზე, ალბათ ვინ არის და რას იმსახურებს, აქედან უნდა ვიმსჯელოთ. ეს ერთი. არ მინდოდა ამ თემას შევხებოდი, მაგრამ უკადრებელი იკადრა და ყოველგვარი წითელი ხაზი გადაკვეთა. ეს არის ადამიანი, რომელიც საქართველოს კი აღარ წარმოადგენს სამწუხაროდ. თავის დროზე იყო კონსტიტუციები გარკვეულ პარტნიორებთან და არ გაგიკვირდება თუ ჩვენ ბევრი გადაწყვეტილება გარკვეული კონსენსუსების და კომპრომისების საფუძველზე მიგვიღია, მაგრამ ამ დეტალებში აღარ შევალ. დაგიდასტურებთ იმას, რომ იყო თავის დროზე პარტნიორებთან გარკვეული კონსტიტუციები, რჩევები მათი, ასე ვთქვათ, ჭყალებს რომ მის გარეშე ერბილად და ბუნებრივია ჩვენც ყველას გვიხარია და გვიხარო და როდესაც სხვადასხვა უმაღლეს თანამდებობებზე ჩვენი ქვეყნის წარმომადგენლები ქართველები არიან ხოლმე. ეს ბუნებრივია, ყველას გვიხარია. მაგრამ როდესაც ის საქართველოს კი აღარ წარმოადგენს თავის პატრონებს. ახლა რომ გული წყდება რომ პრემიერს ურეკავდა და არ იღებდა, ჩვენც ძალიან გული წყდება, ჩვენ კი არა მთელ საქართველოს. როდესაც საქართველოს ჭირდება პარტნიორებთან ამ გაურკვეველ ურთიერთობებში მისი როლი, მისი სტატუსი, მისი ჩართულობა და იქით არის სახვეწარი ამ დროს, მაშინ უნდა მიხვდეს. და წითელი ხაზიაო რომ ურეკავენ საქართველოსთან თავის დროზე თვეებით ადრე სხვადასხვა თემებზე და მაინც ბოდიში ძალიან და ფეხებზე იყიდებს, მაშინ უნდა იფიქროს რომ სახვეწნელად გაუხდება საქმე და მერე ამ ხვეწნა მუდარას, ამ თავმოყარეობის დაცემას არავინ შეხედავს სერიოზულად და შეაფასებს ისე როგორც საჭიროა და შესაბამის გადაწყვეტილებას მიიღებს. ამიტომ ეს პოლოლიკაშვილი იქნება თუ თავის პატრონებს დაქვემდებარებული და მას შემთხვევით არ ვიძახი, თავის პატრონებს დაქვემდებარებული ადამიანი უნდა იცოდეს რომ თუ საქართველოს არ მოემსახურებიან, მაშინ საქართველო მათ კანდიდატურას არც ხარ დაუჭერს, პირიქით დაბლოკავს და თან აქ ფორმალური მხარეც ხო მესამე შემთხვევაზე გარკვეული პრეტენზიები იმ ჩვენ ევროპელ მეგობარ ქვეყნებსაც ჰქონდათ, რომლებსაც ასეთი პრეცედენტის დაშვება არ უნდათ, მისი შანსები ისედაც ნაკლები იყო და ამ 1%-იანი შანსის გულისთვის ის კადრულობს უკადრებელს და კიდევ ერთხელ გავიმეორებ. ნებისმიერი ადამიანი, რომელიც გვიხარია ჩვენ იმიტომ რომ ის არის ქართველი, ის არის საქართველოს მოქალაქე, სხვადასხვა პოზიციებზე არის ძალიან კარგი
ოღონდ იმ შემთხვევაში, თუ ის წარმოადგენს საქართველოს და მის ხელისუფლებას და როდესაც პარტნიორებთან ურთიერთობაში გჭირდება, მაშინ რომ ხრება და მაშინ ჩნდება და ზარებით იკლებს ყველას და ყველაფერს და მათ შორის პრემიერ-მინისტრს, როდესაც მას ჭირდება პერსონალურად და მის პატრონებს ჭირდებათ და როგორ დაეპატრონენ თავის დროზე ეს უკვე ასე იყო და თავიდან თამაშობდა თუ მერე დაიწყო თამაში ამაზე თვითონ გაცეს პასუხები. ეხლა შეიძლება ის რაღაც მოლოდინები ქონდეთ რომ შემოვა ქართულ პოლიტიკაში ჩამოვაკ და ახვედრებენ მინიმუმ 2 ქართულ ბრჭყალებში ქართულს რო ვეძახი უკაცრავად ნაციონალური მოძრაობის ტელევიზიას და გახდება გმირი როგორ დაიჩაგრა საქართველოსთან და ამ ყველაფერს რეალური საფუძველი ქონდა, მორალური საფუძველი ქონდა და როდესაც ხვის მიმართ რაღაცებს დაავალებენ რომ იძახოს თვითონ თავის თავში ეძებოს პრობლემა ყველამ. ვინც საქართველოს კი არა, ემსახურება თავიანთ პატრონებს სამწუხაროდ ეს კაცის მათ რიგებში ჩადგა. და ერთი წამ დავსვამ გეხვეწებ. რიგში იყო ბოდიში. საქართველოს ცვლილებებზე უნდა კითხოთ აჭარაში. მერები წავიდნენ განცხადების საფუძველზე ასევე თავმთავრობის თავმჯდომარე შეიცვალა, როგორ ფიქრობთ ახლა, რამდენად ანუ ამას მოყვა სხვადასხვა არაერთგვაროვანი გამოხმაურება, როგორ ფიქრობთ ახლა იყო დრო ამ ცვლილებების? დიახ, დრო რომ ყოფილიყო არ განხორციელდებოდა. ხო, შეგვიფასოთ პოლიტიკა. შეგიფასეთ, დრო რომ არ ყოფილიყო არ განხორციელდებოდა, კიდევ უფრო ვრცლად უგნებათ, მე შემიძლია გითხრათ, რომ ყველა ცვლილება ემსახურება გაჯანსაღებას, კიდევ უფრო გაუმჯობესებას ჩვენი საქმიანობის, ჩვენ გვაქვს ზეამბიციური მიზნები, გადაჭარბების გარეშე ვამბობ, მათ შორის განვითარების თვალსაზრისით, მათ შორის ნებისმიერი თვალსაზრისით, რაც ეხება მენეჯმენტის გაუმჯობესებას. თქვენ წარმოვიდგინეთ, ჩვენ დავაანონსეთ, რომ მაგალითად ერთ მიმართულებას ავიღებთ მსოფლიოში უნდა ვიყოთ პირველ სამეულში კორუფციასთან ბრძოლის თვალსაზრისით. როდესაც ამ ამბიციურ მიზნებზე ვსაუბრობთ, ნებისმიერი განახლება ემსახურება ამ გზაზე კიდევ უფრო კაცრი, ხისტი, თუნდაც სიარულის უპირატეს მიზანს და ეს თავის მხრივ შემდეგ სუვერენიტეტის გაძლიერებასაც უზრუნველყოფს, ბუნებრივი აკეთილდღეობის გაძლიერებას, სიღარიბის ზღვარს მიღმყოფი ადამიანების საერთოდ ასეთი ადამიანი არ უნდა იყოს, რომელიც სიღარიბის ზღვარს უნდა იყოს მინიმუმ რაღაც სოციალური გაუმჯობესება უახლოეს პერიოდში. ჩვენ დიდი ხანი ამ საკითხებთან დაკავშირებით მნიშვნელოვანი პროგრესი არ გქონდა, მაგრამ ბოლო წლების განმავლობაში დამოუკიდებლობის ხარისხის გაუმჯობესებასთან ერთად ჩვენ შევძელით ნაკლები იყოს ისეთი ადამიანი, რომელიც სიღარიბის ზღვარს მიღმაა. ჩვენ არანაირად ამით კმაყოფილები ვერ ვიქნებით, რაც დღეს გვაქვს. იმიტომ როდესაც რამდენიმე ასეული ათასი ადამიანი ქვეყანაში კიდევ სიღარიბის ზღვარს მიღმაა, ამაზე შეიძლება საერთოდ არ უნდა საუბრობდე, მაგრამ რადგან მე ვბედავ ამაზე საუბარს მხოლოდ იმიტომ, რომ რადგან დინამიკა არის გაუმჯობესებული მნიშვნელოვნად. კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლა, მენეჯმენტის გაუმჯობესება, მმართველობის ფორმის გაუმჯობესება, დახვეწა, რეფორმები, ამას კიდევ მეტად უზრუნველყოფს, ამიტომ ვბედავ თითოეულ ჩვენგანი ამაზე ლაპარაკს, რადგან გვაქვს იმედიც და მიმდინარე საკითხებიც ამაზე მეტყველებს. სწორედ ამას გაუმჯობესებას კიდევ უფრო ემსახურება ნებისმიერი ცვლილება, რომელიც ქვეყანაში ხორციელდება. კულტურასთან დაკავშირებით პარლამენტმა მიიღო დადგენილება პასუხისმგებლობით, ასევე მანამდე იყო პრემიერის ღია წერილი, ზოგადად რა მოლოდინი გაქვთ და ახლა ჯობოსაც ვაპასუხოთ, რომელიც გააღიზიანა ამ ამბავმა და მორიგი სრულ დაავადებები დააწესა. ჯოულსონ მაგარი კაცი. სასწაული კაცია. ჯოულსონზე ბარემ ხარ დავამატე. კი ბატონო. უკვე კომიკურ ფიგურად იქცა ყოველ შემთხვევაში ქართული საზოგადოებისათვის ასეთი სასაცილო კაცების იმედზე არ უნდა იყვნენ, მაგრამ უფრო დიდი უბედურება ის არის, რომ ამ სასაცილო ადამიანების გარდა უფრო სერიოზული ძალები უჭერენ მხარს ჩვენს აგენტურულ ოპოზიციას, საქართველოს წინააღმდეგ ბრძოლაში არიან ჩართულები და როდესაც ჩვენი ოპონენტები კითხულობენ, სად არის deep state, ვინ არის, რა გვარია deep state, რა ქვია deep state, აი ესეც სასაცილო ამბავია, თავის გასულელების ხელოვნებით არიან დაკავებულები, იქიდან გამომდინარე, რომ ტრამპი ამბობს, რომ deep state ეს არის დიდი გამოწვევა თანამედროვე მსოფლიოისათვის და არა მხოლოდ ამერიკისათვის, მაგრამ ტრამპს რომ არ დავესესხოთ და მისი სიტყვების იმედად რო არ ვიყოთ, ჩვენ ხო ვიცით, რომ სოფლიოში არსებობს არაფორმალური გავლენები, რომელიც სამწუხაროდ მოდებულია დღეს მთელ ევროპის კონტინენტზე რამდენიმე გამონაკლისის გარდა. არაფორმალური გავლენები, ოლიგარქიული გავლენები, რომელსაც გნებავთ deep state-ი დაუძახოთ. გნებავთ გლობალური ომის პარტია დაუძახოთ. იმ კონკრეტულ შემთხვევაში, როდესაც ომისკენ ბოლომდე იწევდნენ და ომს ბოლომდე უჭერდნენ მხარს, დიახ, მაშინ ჩვენ ვეძახდით გლობალური ომის პარტიას, დღესაც ვეძახდით. დღესაც კი ეს
ძალები მხარს უჭერენ ომს. გლობალური ომის პარტია დიახ ამერიკაში როგორც მოიხსენებენ deep state-ია, დიახ ეს სწორია და მისამართები ამ ადამიანების კი არა, ეს არის ადამიანების ერთობა, რომელმაც შეძლეს რომ უდიდესი კორპორაციული მიზნებიდან არა ფორმალური ოლიგარქიული გავლენების გაძლიერების მიზნებიდან ბევრ ქვეყანაზე კონტროლი დაამყარეს. ეს ვერ შეძლეს საქართველოზე, ამით მე პირადად ამაყი ვარ, ამით ამაყია არა მხოლოდ საქართველოს ხელისუფლება, არამედ ქართული ხალხი, რომელიც ამ ბრძოლაში იქნება თავისი სამშობლოს გვერდით.